დღეს სტუმრად გვყავს ბევრისთვის საყვარელი ბრენდი Apple-ის ახალი smartphone iPhone 16e, იგივე SE4. ზოგადად iPhone-ებში SE სერია წარმოადგენს ბიუჯეტურ კატეგორიას, ხოლო რაც შეეხება ამ მოდელს, 16e იმიტომ დაარქვეს, რომ ძალიან ბევრი საერთო აქვს სტანდარტულ iPhone 16. დავიწყოთ ვიზუალით და პირველ რიგში ვხედავთ ერთ კამერას, რომელზეც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ. უკანა მხარეს გვაქვს ალუმინის ჩარჩო, ხოლო წინ 6.1 ინჩიანი OLED ეკრანი 60 Hz-იანი განახლების სიხშირით. როგორც ჩანს, ბიუჯეტურ და საბაზისო მოდელებში Apple ისევ 60 Hz ტოვებს. აუცილებლად უნდა შევეხოთ smartphone-ის სიძლიერეს და ვახსენოთ Apple-ის ჩიპსეტი, კონკრეტულად 3 ნანომეტრიანი A18. სწორედ ეს ჩიპსეტი გვხვდება ჩვეულებრივ საბაზისო iPhone 16-ში, მაგრამ სხვაობა არის ის, რომ iPhone 16-ს ერთი ბირთვით ნაკლები აქვს ვიდრე 16-ის. ამასთან ერთად აუცილებლად შევეხოთ Apple-ის ახალ მოდემს C1-ს. პირველად ეს მოდემი სწორედ ამ მოდელში ჩასვეს, მანამდე იყო Qualcomm-ის მოდემები და ზოგადად ეს მოდემი C1 smartphone-ს ეხმარება უკეთესი და უფრო მძლავრი და სტაბილური კავშირისთვის და ასევე როგორც Apple-მა განაცხადა C1-ის დახმარებით iPhone 16-ის ელემენტი გაძლევს უფრო დიდხანს ვიდრე ძლებს სტანდარტული iPhone 16-ის. რაც შეეხება კამერას, გვაქვს ერთი მთავარი 48 მეგაპიქსელიანი სენსორი, მაგრამ როგორც Apple-მა განაცხადა, რეალურად ეს ერთი კამერა ასრულებს ორ დავალებას. ამ ყველაფერში კი გულისხმობს ის, რომ გარდა ამ მთავარი კამერისა, ასევე შევხვდებით ორმაგ ოპტიკურ ზუმს. ოპტიკური ზუმის დროს კი, როგორც იცით, ფოტოს მიახლოვება ხდება ისე კადრის მიახლოვება, რომ ხარისხი არ იკარგება. ამ მოდელის პლუსი არის კიდევ ის, რომ გვაქვს Type-C პორტი და ამასთან ერთად smartphone-ს აქვს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა. და შეგვიძლია ყველა იმ ფუნქციით სარგებლობა, რომელსაც ეს ყველაფერი მოიაზრებს. მაგალითად, ეს არის ფოტოდან კონკრეტული ობიექტის ამოშლა, Note-ის აპლიკაციებში სხვადასხვა ემოჯების შექმნა და ასე შემდეგ. არ დაგვაუწყდეს, რომ ამ მოდელს სხვა ფლაგმანების მსგავსად მარცხენა მხარეს აქვს ეგრეთ წოდებული Action ღილაკი, რომლის დახმარებითაც smartphone-ში შევძლებ სხვადასხვა დავალებების შესრულებას. რაც შეეხება მეხსიერებას, iPhone 16e გამოდის 3 განსხვავებული კომპლექტაციით. ეს არის 128 GB, 256 და 512. რაც შეეხება ოპერატიულ მეხსიერებას, სამივე კომპლექტაციაში შევხვდებით 8 GB-ს. ამ მოდელზე დეტალური ინფორმაციის და ფასების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს, რომელიც ვიდეოს აღწერაში იქნება მითითებული. დროებით!